מסוגלת להיות מים לעוגה. אני התיישבתי ליד הבאר ובכיתי. וקול נשמע לידי ואמר, קחי טיט צהוב ואזוב ובואי אותם ותוכי את הנפה עד שתתתה את החוט. שוב אישה בעולה שולחן את קערת המרק, היא בלעה את מלוא הצלחת וביקשה עוד אחת ואחריה צלחת שלישית וביקשה עוד ועוד. Let's imagine that the milk is the ocean and the land is the bottom of the glass. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ორი უნარზე შეზღუდული მონაწილეობს სპექტაკლში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტენდენცია ევროპაში დიდი ხანია დაიწყო და კარგი იქნება თუ ქართული თეატრიც მიმართავს ამ ხერხს, როდესაც გამოიყენებს. რაც შეეხება ფორმას, არის ძალიან მომხიბვლელი, არატრადიციულ თეატრალურ სივრცეში თამაშდება ეს სპექტაკლი. თუმცა მე მაინც ბევრი უკმარისობის გრძნობა დამრჩა იგივე მსახიობების მიმართ და ასევე თვითონ იმ ზღაპრების მიმართ, რომელსაც ისინი გვიყვებოდნენ. ანუ მოქმედება და ის სიუჟეტი, როგორადაც ვითარდებოდა სპექტაკლი, აბსოლუტურად დაშორებული იყო ერთმანეთს და აი ეს ერთი კვეთა ვერ დავიჭირე სამწუხარო თეატრს. ეს იყო უფრო ალბათ განაცხადი, ეს იყო ინტეგრირება უნარშეზღუდული ადამიანებისა საზოგადოებაში, რაც ძალიან პროფესიულად მოახერხეს. სანახაობა იყო, თუ როგორ შეუძლიათ მათ რომ იყვნენ ისეთივე ჩვეულებრივები, როგორც თითოეული ჩვენთაგანი. ამიტომ ასე წარმოდგენების არსებობას ნამდვილად აქვს უფლება, თუმცა სპექტაკლი ეს ალბათ ნაკლებად იყო.